სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ზოძუაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებსა და კლუბების მწვრთნელებს არაპროფესიონალები, სიჭინავას კი ცირკაჩი უწოდა. დაპირისპირებაში ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეძბაიაც ჩაერთო. სიტუაციის გამწვავების შემდეგ დარბაზი ჟურნალისტებისთვის დაიხურა და კამათი სააძე მეთხანს გაგრძელდა. თქვენ, აი ზუსტად თქვენ, იმ ხარს, რომელსაც ამხელა როგორ ითხოვთ ქართულ ფეხბურთში, ხო? ამ 20 წლის განმავლობაში ხმარ არ მოგიგია. გამიტომ ეკი რა ფეხბურთს დედა, გაიგე? მიყურშებული ხარ, გაიგე? თქვენთვის ელოდებით და ქვია, თქვენთვის საკაც ძალიან კარგად ძალიან იბას გქია. თქვენ საქმეს აკეთებ, გაიგე? მე რაღაცა რომ მოხდება, ხო, უცებ გამოჩნდებიან. ეგრე არ გამოვა ძმო. ფეხბურთო მინდვრები წაართვეს, სტადიონები რო წაართვეს. ფეხბურთო ყველაფერი წაართვეს. სად იყავით? რატო არ ამოიგეთ ხმა ძმო? სად იმარებო? გუშინ ითქვა რომ ამ ფეხბურთელებმა თავიანთ თავს უკვე გამოუტანეს საერთოდ, რომ არ ამგონია ახლა ისინიც აგზნობენ რამხელა დანაშაული ჩაიდინეს, შეიძლება ისე ითქვა და ნუ ახლა დანარჩენი ახლა უკვე